მინდა გამოეხმაურო გურჯაანის მაჟორიტარის გიორგი ღვინიაშვილის ბრალდებებს ჩემი მისამართით და უპასუხო, რომ ჩემ ოჯახს უკვე დატოვებული აქვს ადმინისტრაციული შენობა, რაც ჰქონდა დაკავებული და აქვე მინდა დავაანონსო კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გამოსახლების საკითხი, რომელიც არის დედოფლის წყაროში, მათ არ აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული, მიუხედავად იმისა, რომ გამგეობას რამდენჯერმე ჰქონდა მიმართული მაჟორიტარის ბიუროსთვის და ნაციონალური მოძრაობის პარტიისთვის, რომ დაეტოვებინათ ადმინისტრაციული შენობა, დღემდე ეს განსახორციელებელია და მე მინდა გამოწვევა გაუგზავნო ბატონ ღვინიაშვილს და მის კოლეგას ნაციონალური მოძრაობიდან მოუწოდოს, რაც შეიძლება სასწრაფოდ დატოვოს ტერიტორია ადმინისტრაციული შენობა, ისე როგორც ეს ჩემმა ოჯახის წევრებმა გააკეთეს. ვისზე საუბრობთ? ამ შემთხვევაში საუბარი არის ზაზა კედელაშვილის ბიუროზე, დედოფლის წყაროს მაჟორიტარი ბიუროს ტერიტორიაზე და ასევე ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისზე, რომელიც განთავსებული არის დედოფლის წყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თქვენი ოჯახი ამ შენობაში რატო იმყოფებოდა? ჩემი ოჯახი ამ შენობაში იმყოფებოდა 1999 წლიდან, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდშიც. ეს საკითხი მემკვიდრეობით დახვდა ჩვენს ხელისუფლებას მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში იყოს უსამართლობა, აბსოლუტურად ყველგან, როგორც კანონს უნდა დაემორჩილონ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასე უნდა დაემორჩილონ ჩემი ოჯახის წევრები და ასე უნდა დაემორჩილოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში. ასე რომ პირველი ეს გააკეთა ჩემმა ოჯახმა და გამოწვევა სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უგზავნიდა სასწრაფოდ დატოვონ ეს შენობა, სანამ იქ გახდება საჭირო პოლიციის და ძალოვანი უწყებების მოქმედების საკითხი. ეს მხოლოდ დედოფლის წყაროს ეხება თუ თქვა ყველა რაიონზე? ეს არის ინდივიდუალური საკითხი, რადგან იყო დედოფლის წყაროზე გამახვილებული ყურადღება, მე დავინტერესდი, ეს არის გამგებლის გადასაწყვეტი თემა. გამგებელმა რამდენჯერმე მიმართა წერილობით ყველა იმ უწყებას, რომელიც განთავსებული არის ადმინისტრაციულ შენობებში. ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანი, პირველ ნაბიჯს გადადგა უკვე ჩემმა ოჯახმა და მოუწოდებ ასევე ყველას, რომ დაემორჩილონ კანონს და დროულად დატოვონ მუნიციპალიტეტის ფართი.